დედაქალაქში თავს მთავრობა კი მიუსაფარ ადამიანებს თავშესაფარს თავაზობს. სპეციალურად მათთვის მოსკოვის გამზირზე კარვებია გაშლილი, სადაც მსურველებს ხელის საკვები და თბილი ტანსაცმელი დახვდებათ. მოქალაქეებს დღეს ჯარისკაცებიც ეხმარებოდნენ. მიუსაფართა კარებში ამ წუთებში ათეულობით ადამიანი რჩება. თავშესაფარი მხოლოდ ზამთრის პერიოდში იმოქმედებს, როგორია სტატისტიკა და სულ რამდენი უსახლკარო პირია თბილისში, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ქეთი ლაცაბიძე კი ამბობთ. ვითელი ლენტით საცხოვრებელი ადგილი შემოსაზღვრა. ჭერი არ აქვს, თუმცა ამ ქალბატონის მისამართი ფალიაშვილის ქუჩა ნომერი 16-ია. ის ღია ცის ქვეშ უკვე რამდენიმე თვეა ცხოვრობს. გათბობის ერთადერთი საშუალება კი ქურთუკია. მათ ბინა ალექსანდრეს ბაღში დაიდეს. თითქმის 1 წელია ამ კარავში ცხოვრობენ. 12 უსახლკარო მხოლოდ 2 ადამიანის იმედად და შემოსავლით არსებობს. აი ეგ ვართ ორნი, რომელსაც რაღაცას ვახერხებთ. აბა რომელმა უნდა იმუშავოს? ავამყოფები არიან, ორ სიმსიმი აქვს. ორი ვაფშე ფეხზე დადის. გუშინწინა ეგ მოგვიყვანეს, გაყინული პატრონულმა გაყინული კაცი მოგვიყვანეს და ძალად დოგიგდეს შეესკერაღოში ჩავაწვენო მე მეჩხუბებოდნენ. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის მოსკოვის გამზირზე კარვები გაიშალა. უსახლკაროებს საშუალება აქვთ ზამთარში ღამეები აქ გაათიონ. დღეის მდგომარეობით დროებით საცხოვრისში ბინა 30-მდე მოქალაქემ დაიდო. მათ შორის არიან მოხუცები და ბავშვები. 7-8 წელი არც შუქი გვინახი, არც არაფერი, გაყინულები არიან ბავშვები ესა. რაიცი თავშესაფარია. თავშესაფარი კი რა სახლია, ღირს ჩემშვილებს მეტი არაფერი არ მინდა. როდემდე დავატარო ქუჩაში ეს ბავშვები არ ვიცი. ესეთი სიტყვა არ უნახია ეს ბავშვებს გაყინულები არიან და რაიცი. დაგვეხმარეთ ძალიან, გთხოვთ რომ რაღაცა ღირსო და ჩემშვილებს ქუჩაში არ დავაწანწალებდეს. თუ საერთოდ ბოლომდე დაგვეხმარება ეს მთავრობა და მოგცემს ბინას რომ მე არ მინდა არაფერი ჩემშვილებს რომ დაეხმაროთ, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები, თორე ისი აქ მე ხა მოხუცებული ქალი ვარ, მშვენივრად ფეჩთან დავჯდები ფისოსავი და ვიქნები. ვაპატკა ხო იცით რა არის? აი მაგით ხეკაბდნენ ჩემ ზურგიდან. იმოდუნა თოვლი მომდიოდა ქუჩაში. ქუჩაში მეძინაბა. 7 კარავი 100-მდე მიუსაფარისთვის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო, სამსახური და სამედიცინო ბრიგადები. სამუშაო დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა. მოსკოვის გამზირზე იმყოფებოდა გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე. შესაძლებელი იქნება აქ უკვე ახლა მთლიანად 100 ადამიანის განთავსება და იგივე ადამიანების რაოდენობის მომატებასთან ერთად საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის დონეც გაიზრდება. ცხელი საკვები იქნება დილას და საღამოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ვმუშაობთ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც შემდგომში აიღებს ამ კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხს. ჩვენ სამხედროები ვართ როგორც ხარდამჭერი ელემენტი აი ამ ღონისძიებაში. შესაბამისად ჩვენ ხარეს რაც შეგვიძლია ჩვენ რომ დაუდგეთ ქართულ მოსახლეობას გვერდში, არის ის რომ წარმოვიტანეთ კარვები, გავშალეთ კარვები, უზრუნველყავით გათბობა, ასევე ჩვენ მზადა ვართ საჭირო შემთხვევაში უზრუნველყოთ ცხელი კვებით. მინისტრის ინფორმაციით კარვების მოწყობის აუცილებლობა არ არსებობს რეგიონებში. ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება ტანსაცმლით და გასათბობის საშუალებით გაეწია. რამდენი მოქალაქე ითვლება უსახლკაროდ და როგორია მიუსაფართა ოფიციალური სტატისტიკა? ზუსტი რიცხვი უცნობია. საკანონმდებლო ვალდებულების მიუხედავად ქვეყანაში არ არსებობს უწყება, რომელიც ამ კატეგორიის ადამიანების მონაცემს აღრიცხავს. ახალი გამოწვევები და მომავალი ურთიერთობა